იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანმა ადგილები სრულად შეავსო. ბოლო შანსი ამ უწყებაში კრიტიკული ხმა შესულიყო მოსამართლემ გააუქმა, რომელმაც კახა წიქარიშვილის ნაცვლად საბჭოს წევრობისკენ გზა მანუჩარ კოკოჩაშვილს გაუხსნა. სწორედ კოკოჩაშვილია ის, ვისი ხელითაც რეჟიმმა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეაჩერა და კონკურსის გზით შერჩეული კანდიდატი დაბლოკა. პრეზიდენტის რჩეული წიქარიშვილი იყო. კოკოჩაშვილის დანიშვნა კი ახლა არალეგიტიმურ ყაველაშვილს დაევალა. ძალიან კარგად ჩანს პოლიტიკური დაკვეთა, რომ მე არ უნდა შევსულიყავი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. პირველ რიგში სარჩელი შეტანი და რამდენიმე საათში გამიჩერეს უფლებამოსილება. მერე 5 თვეში არ იხილავდნენ ამ საქმეს, მოსამართლე 5 თვეში არ იხილავდა და დაელოდა პრეზიდენტის შეცვლას. მოსამართლე იჭრება პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და პრეზიდენტს ეუბნება არა მხოლოდ ვინ მოხსნას, არამედ ვინ დანიშნოს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პარადოქსი. ვინ არის მანუჩარ კოკოჩაშვილი და რით დაიმსახურა ქართული ოცნების ნდობა? საჯარო წყაროებით მხოლოდ მისი სტატუსი ირკვევა. კოკოჩაშვილი ადვოკატია. ყურადღება პირველად ამ წერილით მიიქცია, რომელიც მთლიანად ოცნების გზავნილებით იყო გაჯერებული. რეჟიმის მსგავსად და სავარაუდოდ სწორედ რეჟიმის დავალებით კოკოჩაშვილი ამ წერილში თავს შესარჩევ კომისიას დაესხა და მისი წევრები მიკერძოებაში დაადანაშაულა. კონკურსში მონაწილეობდა მათ გარდა, წიქარიშვილის და კოკოჩაშვილის გარდა კიდევ 3 ადამიანია. და ეს 3 ადამიანი, მათ შორის წარდგენილი იყო პრეზიდენტთან კახა წიქარიშვილთან ერთად ბატონი გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურაც და კიდევ იყო 2 კანდიდატი, რომელიც მონაწილე იყო ასევე. შესაბამისად ამ 5 კაციანი კონკურსიდან ფაქტობრივად სასამართლომ ამოარჩია სწორედ მოსარჩელე და დანიშნა მოსარჩელე არა მოსამართლე წევრად ასე გამოდის, იმიტომ რომ სხვა გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოსი ამ სახით შემოწოლაში. საქმის განხილვა გაჭიანურდა. კოკოჩაშვილის არჩეულზე, რომლის საფუძველზე წიქარიშვილის საბჭოს წევრად ამტკიცება შეჩერდა, საბოლოო გადაწყვეტილება ოცნების სასამართლომ 5 თვის შემდეგ გამოაცხადა. როგორც ჩანს, რეჟიმი ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას ელოდებოდა. საბჭოში ერთი წევრის წარდგენა სწორედ პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მოსამართლემ დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს უფლება დაარღვია. თუმცა ცხადია, ოცნების მორჩილი ყაველაშვილი ამ ვერდიქტსაც მორჩილად შეხვდება. არა მოსამართლე წევრს მოსამართლე ვერ დანიშნავს, ვერ წარადგენს, ვერ რეკომენდაციას გაუწევს, არ შეიძლება ამის გაკეთება, ეს მხოლოდ პრეზიდენტის კომპეტენცია იყო და აქ ჩვენ ნახეთ, როგორ ღია დავალება შეასრულა სასამართლომ და პოლიტიკურ გუნდთან გარიგებული და შეთანხმებული საკითხი გააფორმა ისე, რომ დაარღვია კონსტიტუცია. კოკოჩაშვილის იუსტიციის საბჭოში შეყვანით ოცნებამ ამ უწყების დაქვემდებარების პროცესი ბოლომდე მიიყვანა. ის საბჭოში ადგილს მურუსიძისა და კლანის სხვა წევრების გვერდით დაიკავებს და მათთან ერთად მოსამართლეების ბედს გადაწყვეტს. მოსამართლეების დანიშვნა, გათავისუფლება თუ მათ მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება სწორედ საბჭოს ფუნქციაა. არ ვიცი ამას რა ქვია, ამის მეტი დემონსტრირება, მეტი ილუსტრაცია იმისი, რომ დღეს აღარ არსებობს ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი და ყველაფერი ჩამოშლილი და ჩამონგრეულია, ამ საქმემ დააგვირგვინა. ყოველ დღე უყურებთ ასეთ მძიმე სურათებს, მაგრამ ეს იყო კულმინაცია, რაც მოსამართლემ გააკეთა. არანაკლებ პრობლემურია რეჟიმის სამომავლო გეგმაც. იმის მიუხედავად, რომ ამ დროისთვის იუსტიციის საბჭო მთლიანად მისი გავლენის ქვეშაა, ოცნება თავს იზღობს და თვითმარქვია დეპუტატების ხელით კანონს ცვლის. ახალი წესის მიხედვით, კონკურსი გაუქმდება და საბჭოს წევრებს მომავალში სწორედ დეპუტატები წარადგენენ.